იმისთვის რომ ბავშვს რამე ვასწავლოთ, მისთვის უნდა იყოს საინტერესო, მას ეს უნდა ჭირდებოდეს. რაღაცა მიზანი აქვს, რაღაც თემა აინტერესებს, ამ მიზნამდე მისასვლელად მას შეიძლება დაჭირდეს ინგლისურის სწავლა და არაერთი ბავშვი ვიცით, რომელმაც ინგლისური შემოესწავლა, იმიტომ რომ რაღაც ვიდეოს ყურება უნდა და მუსიკას უყვარდა. კი ბატონო, დაჭირდეს რაღაც მათემატიკის გარკვევა, დაჭირდეს ფიზიკის გარკვევა, ბიოლოგიის, შეიძლება უმაღლეს მათემატიკამდე ავიდეს, იმიტომ რომ აი ის რაღაც აინტერესებს ხო და ჩვენი მიზანი იქნება რომ ამ სკოლაში შევქმნათ ეგეთი საინტერესო გამოწვევები, მისიები, რომლების გადასაწყვეტად ბავშვს ბუნებრივად მოუწევს რაღაცები ისწავლოს. უბრალოდ მაგალითს გავიხსენებ მაგაზე. ერთ-ერთი დავალება ამ სკოლების ბავშვებისთვის არის მათთვის იდეალური სკოლის არქიტექტურის გაკეთება, რა, სკოლის მაკეტის გაკეთება. და ბავშვებს ამ შემთხვევაში უწევთ ხაზვა, ამ შემთხვევაში უწევთ მაკეტების გაკეთებას, გამოჭრა სკოლის, რომელიც იდეაში გულისხმობს, აი შენ თუ არ მოგწონს, აი როგორი იდეალური სკოლა წარმოგიდგენია და ასე შემდეგ. როგორი უნდა იყოს სალეჯი. თუ ბავშვს ამის გაკეთება უნდა, ავტომატურად სწავლობს გეომეტრიასაც, არ ვიცი, მათემატიკასაც და ფართობსაც და რაღაცა ასე შემდეგ. და რა ძალიან მნიშვნელოვანია, ესეთი გამოწვევები უნდა იყოს ბევრნაირი, რათა ყველას გემოვნებაში რაღაცას მოეჭიდოს რა. ვიღაცას ფორმულა ერთი აინტერესებს, ვიღაცას დიზაინერობა, ვიღაცას, არ ვიცი, სცენარების დარგვა. ყველასთვის უნდა იყოს რაღაცა გემრიელი.